საახალწლო და საშობაო დღესასწაულების აღნიშვნის წესებს უძველესი სამართლის ძეგლი ხელმწიფის კარის გარიგება არეგულირებდა. ტერმინი ახალი წელი პირველად სწორედ აქ იხსენიება. ძეგლი მე-14 საუკუნეში უნდა იყოს შესრულებული, მე-17 საუკუნით დათარიღებული ერთ-ერთი ხელნაწერი მე-19 საუკუნის საზოგადო მოღვაწე მექვთიმე თაყაიშვილმა აღმოაჩინა და მან პირველმა გამოაქვეყნა. სწორედ აქედან ვიგებთ, როგორი იყო საერო და სასულიერო დღესასწაულების აღნიშვნის დოგმები. მაშინდელი ქვეყნის კონსტიტუციაში დეტალურად წერია, როგორ ემზადებოდნენ ახალი წლისთვის სამეფოში. ძეგლის პირველ და მეორე პარაგრაფში აღწერილია საახალწლო რიტუალი ხელმწიფის კარზე. მაგალითად, როგორი სამოსი უნდა ეტარებინა მეფეს. ძეგლის შინაარსის მიხედვით ხელმწიფის საახალწლო ქუდითა და მოსასხამის შემოსვის პატივი მონადირეთ უხუცეს ჰქონდა. ასევე ზედმიწევით აღწერილია, ვის შეეძლო სასახლეში მისვლა და სამეფო ოჯახისთვის მიილოცვა. წინასწარ მიგვიპატიჟებდნენ, რომ ყოფილიყავით მეფის. იგი აუცილებლად ოდესის არ ამგონია. წინასწარ იწერებოდა მეფისადმი მისართმევი ძღვენის სიაც, მაგალითად ამ სიაში იყო ძვირფასი ცხენი, ცხვარი, ცოცხი, ზუთხი, მოხარშული ღორის თავი, სხვათა შორის საპატიო კერძად ითვლებოდა გარეული ტახი. სუფრაზე აუცილებლად დადიანების სასახლეშიც მიქონდა სხვათა შორის შარაშიებიც რომ მიდიოდნენ იქ სტუმრად. აბა მაცალა ცხოვრება. აუცილებელი იყო სარიტუალო პურები, სხვათა შორის სამეფოს კერძზე სანამ სამეფო ოჯახი მაგიდას მიუსხდებოდა, მონადირეთ უხუცესი სინჯავდა. ივანე ჯავახიშვილი წერდა, ამ ძეგლის შინაარსი იმდენად მრავალფეროვანია, რომ მას საქართველოს როგორც სახელმწიფო წყობილების, ისე კულტურული, ეკონომიკური და ნივთიერი კულტურული ისტორიის შესასწავლად უდიდესი მნიშვნელობა აქვს. შობა ახალი წლისთვის მზადება კი 17 დეკემბრიდან, ბარბარობიდან იწყებოდა, ტრადიციის ბევრ სხვა წესთან ერთად აუცილებელი იყო და დღემდე არის მეკლე. ამ თემაზე გახსოვთ, აი ეს ქართული მხატვრული ფილმიც არის გადაღებული, გენიალური კუჩხი ბედინერი. მეკლე არის ადამიანი, რომელმაც შეიძლება ითქვას, რომ უნდა დაწეროს იმ ოჯახის მომდევნო წლის ბედი, ვისთანაც მეკლეთ მიდის და შესაბამისად ეს უდიდესი პასუხისმგებლობა იყო. ეს ამ ფილმში ირონიით, მაგრამ ზუსტად არის გადმოცემული. მეკლეს ძველ საქართველოში და პრინციპში ახლად წინასწარ ირჩევდნენ. პირველ რიგში ის ოჯახის ახლობელი და სასურველი სტუმარი უნდა ყოფილიყო, ადრე სხვადასხვა კუთხეში ეს რიტუალი სხვადასხვანაირი იყო. აღმოსავლეთ საქართველოში მეკლე ვენახში შედიოდა და საგანგებოდ შემონახულ ყველაზე დიდ მტევანს დაწურავდა იმის ნიშნად, რომ წელი მოსავლიანი ყოფილიყო. ზოგან მეკლეს ხორბალი შემოქონდა და იატაკზე ფანტავდა. ახალი წლის პირველი მომლოცველის ერთ-ერთი მთავარი მოვალეობა პირველი რიტუალური კვალის გავლებაც კი იყო, რომ ოჯახს იმ წელს უხვი მოსავალი ჰქონოდა. წესისამებრ ორი მეკლე არსებობდა, გარე და შიდა მეკლე. შიდა მეკლე ოჯახის რომელიმე წევრი იყო, ის ღამეს გარეთ რომელიმე პატარა ქოხში ან მიწურში ათევდა და დილით ადრე პირველი შემოდიოდა სახლში. დალოცავდა ოჯახის წევრებს, შემდეგ ოჯახის შინაურ ცხოველებს და ფრინველებს მიულოცავდა. შიდა მეკლე მამაკაცები რიტუალის დასრულების შემდეგ წყაროზე ღვინით და პატარა ხონჩით გადიოდნენ და წყაროზე ერთად ქეიფობდნენ. გარე მეკლეს დიდი ხნით ადრე ირჩევდნენ და ის აუცილებლად ოჯახისთვის სასურველი სტუმარი უნდა ყოფილიყო. ძირითადად ახალგაზრდა, ჯანიან და კარგი ოჯახის წარმომადგენელს ირჩევდნენ, რომ მის მეკლეობას მათთან სიმშვიდე, ჯანმრთელობა და კარგი მოსავალი მოეტანა. მიწვევის გარეშე სტუმრად მისვლა ცუდ ტონად ითვლებოდა, მაგალითად დღესაც სამეგრელოში და გურიაში იმ ოჯახებში, სადაც ამ რიტუალებს იცავენ, თუ ჯერ კიდევ გარე მეკლე მოსული არ არის, რაც არ უნდა იყვირო, არ გამოგხედავს არავინ. ძალიან მომწონს ისიც, რომ მეზობლებს ერთმანეთში მწვანე, მაგალითად სამეგრელოშია ეს, დაფნის ან ნაძვის ტოტები დააქვს და ამით ერთმანეთს სიცოცხლეს უსურვებენ. საახალწლო და საშობაო რიტუალების შესრულებისას უდიდესი როლი ეჭირა და ახლაც უჭირავს ქართულ ფოლკლორს. ეს არის სიმღერები ან საგალობლები, რომლებიც სპეციალურად ახალ წელს და შობას სრულდება. აქაც ბუნებრივია გარკვეული წესები დადგინდა და მელოდიის თუ ტექსტის შექმნისას ზედმიწევნით უნდა ყოფილიყო დაცული. მაგალითად, სიმღერაში აუცილებლად უნდა ყოფილიყო აღნიშნული დღესასწაულის ზუსტი თარიღის მითითება. მაგალითად, ბიბლიური ამბის თხრობა, შობის დღესასწაულის მილოცვა და მინიშნება მოსალოდნელ საჩუქრებზე ან გამასპინძლებაზე. საქართველოში შობა უდიდესი დღესასწაული და მას თავისებური რიტუალი ახლავს, კარდაკარ სიარული და ალილოს სიმღერა. ფიქრობენ, რომ მის ამღარეს სიტყვა და რიტუალის სახელი ალილო მომდინარეობს ალილუიადან, თუმცა ძალიან ბევრი სხვა ვერსიაც არსებობს. ეს წესშეულება თითქმის ერთნაირად ტარდებოდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. ალილოს მომღერლები დახელოვნებულები იყვნენ ტრადიციული გალობა სიმღერის შესრულებაში. ალილო ქართული საწესო სიმღერა შობის წინა ღამეს სრულდება. რამდენიმე კაცი შეიკრიბებოდა, ყოველ ოჯახს ჩამოუვლიდა და სიმღერით დღესასწაულს მიულოცავდა. მას
მასპინძელი მომღერლებს სანოვაგით ასაჩუქრებ და აუცილებლად უნდა გაეტანებინათ კვერცხი, სიცოცხლის და ნაყოფიერების სიმბოლო. მაგალითად, საინტერესოა ისიც, თუ რას ნიშნავდა სიმღერის ტექსტში გამოყენებული ფრაზები. 25 დეკემბერსა ჩიტი ღობეზე შემოჯდა, წისქვილს პური დავარიგე. ამ ფრაზებით გამოთქმული იყო ჯანმრთელობის, ბედნიერებისა და ბარაქიანობის სურვილი. ალილოს მთქმელთათვის დახვედრის წესი დეტალურად დადგენილი იყო, მაგრამ არსებობდა განსაკუთრებული ტრადიციებიც. მაგალითად, თუშეთში შობას დიასახლისი ტაბლას გააწყობდა, რომელსაც ნათლის ღებამდე ხელუხლებლად ინახავდნენ. მას ქრისტეს სუფრას ეძახდნენ. ტაბლაზე აუცილებლად უნდა ყოფილიყო დიდი ქადები. თუშები ამბობდნენ, ეს ქრისტეს საგზალიაო. ეს ყველაფერი დაცული და დაზუსტებული იყო სარიტუალო ფოლკლორში. 25 სამთქვესა მე ხმები შემოდის, მაგრამ დაახლოებით ეს გრძელდება 25 სამთქვესა ქრისტე დაბადებულა ლილო ბიჭო მადლი მახარობელსა ეიდა შობა საქართველოში მორწმუნე მართლმადიდებლები სარკმელში ანთებული სანთლით ხვდებიან, რაც სიმბოლურად უფლისთვის კარის გაღებას ნიშნავს და ეს ტრადიცია რამდენიმე წლის წინ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ დაამკვიდრა. ამ დღეს აუცილებელი შესაძლებელი სხვა ბევრ კერძთან თუ სასმელთან ერთად რიტუალური პურები იყო. მაგალითად, რაჭაში, აი ხა თქვენ კადრში ხედავთ, სავახშმოდ 3 ნიგზიან განატეხს აცხობდნენ, ჩამოქმნიდნენ 4 სანთელს, 3 შაარჭობდნენ თითო-თითოდ განატეხში, მეოთხეს კი დიასახლის ან ოჯახის უფროსი ხელში დაიჭერდა. ანთებულ სანთლებიანი განატეხი ჭიქა ღვინო ჭანტილა გობში ეწყო. მლოცველი ქალი ან კაცი ამ გობს ცეცხლთან ახლოს მარჯვნიდან მარცხნივ სამჯერ შემოატრიალებდა და მიულოცავდა. ანუ ილოცებოდა. ღმერთო, რამდენი კაკალი ეს არის, იმდენი სიკეთე მოგვეცი, იმდენი კოდი ხვარბალი მოგვეცი, იმდენი თეთრი და ქონება მოგვეცი. ლოცვის შემდეგ მლოცველი ამ 4 ანთებულ სანთელს სახლის 4-ვე კუთხეში მიაკრავდა და ხელს არ ახლებდა, სანამ თვითონ არ ჩაიწევოდნენ. ლოცვის კულტურა სხვადასხვა კუთხეში სხვადასხვა ნაირი იყო. მაგალითად, ახლა მინდა განახოთ გურული ქალის ლოცვა, რომელიც ახალ წელს ღამეს სრულდებოდა, მაშინ როცა 12-ს რამდენიმე წუთი დააკლდებოდა. ღმერთო, ნუ მომიშლის სტუმარ მასპინძელს, შინაურს, გარეულს, მოღვინ მეღვინეს, მზარეულს, ვარს ჭკვიანს, გოგოს მოცლიანს, გესმოდეს კარო კედელო, კარს უკან მაყურებელო. უფალში მიწყელი. მე წარმომიდგენი ამ გურულ ლოცვას მოხუცი ბებიები როგორ ჩიფჩიფებდნენ ღამის 12 საათზე ფანჯრებთან გამონდრები დილამშვიდობის ადროზე და გუჯეჯიანია ჩვენი სტუმარი. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. ამ თემაზე უნდა ვისაუბროთ. ჩვენ ახლა მაყურებელს რა თქმა უნდა ძველი ტრადიციები რაც იყო და უამრავი იყო გარდა ამისა, მოუყევით რისის შესაძლებლობაც მოგვეცა, მაგრამ პირველ რიგში გვაინტერესებს რა შემოგურჩა აი ამ ფოლკლორიდან, აი ამ წესჩვეულებებიდან, კარის სახელმწიფო სახელმწიფოს კარის გარიგებიდან და რა არის მიზეზი იმისა, რაც არ შემოგვრჩა. მადლობთ ამ შესანიშნავი ინფორმაციის მოწოდებისათვის. ფაქტობრივად ეთნოლოგი საუბრობდა თქვენი სახით ბატონო გოდერძი. ძალიან გამიხარდა. მე კადრში არ მაჩვენებ, გავწითლდი. გამიხარდა და უნდა ითქვას, რომ ბევრი ელემენტი ამ ტრადიციული ქართული კულტურიდან, ჩვენი ტრადიციული ყოფა-ცხოვრებიდან ნაწილობრივ, მაგრამ მაინც შემოგვენახა. დღესაც არიან ოჯახები საქართველოს ყველა მხარეში, რომლებიც ცდილობენ წინაპართაგან მომდინარე ცოდნის გადაცემას თაობებისათვის, ასრულებენ ამ რიტუალებს და ეს ძირითადად მაინც ხდება ძველით ახალ წელს. თუმცა მას შემდეგ, რაც კალენდარული სისტემა ახალი მიიღო ოფიციოზმა საქართველოსამ, მას შემდეგ ერთგვარად დუბლირდა ეს რიტუალური სოფლახქმის ელემენტები და
აი, ახლა რაც შემოგბრძანდება მალე ამჟამინდელი კალენდრის 1 იანვარი 31 საღამო, ახლა სრულდება, მაგრამ უფრო აი კლასიკური სახით და მასშტაბურად განსაკუთრებით სოფლად 13 იანვრის საღამოს და 14 რამ განაპირობა ეს ხო აი ეს ძველი ტრადიცია და წესჩვეულებები უფრო ძველით ახალ წელს შენარჩუნდა და არა დაუშვათ ამ ახალ წელს. თუმცა აქაც არის მეკლეც, აქაც არის რაღაც ქადები და რაღაც, მაგრამ უფრო განწყობისთვის არის და ტრადიცია უფრო იქ შენარჩუნდა. იმიტომ რომ ის არის ჩვენი მსოფლახმით ნამდვილი ახალი წელი. და ეს ბუნებრივია რომ გადადის თაობიდან თაობაში. ქალბატონმა როზეტამ მე ვისარგებლებ შემთხვევით და ვიტყვი რომ პროფესორმა როზეტა გუჯეჯიანმა პროფესორ ქეთი ხუციშვილთან ერთად სულ ახლახან გამოსცა შესანიშნავი წიგნი დადეშქელიანთა რეზიდენციები ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სოციო-კულტურული მნიშვნელობა და პერსპექტივები. ხო სწორად ვთქვი. აი რადგან სვანეთი ვახსენეთ საგანძური საქართველოსი არის ტრადიციების შენახვის თვალსაზრისით სვანეთი. როგორია იქ ტრადიცია აი ამ ახალწლო ზეიმის მოსვლის. ხო, თან ახლა თქვენ კუთხიშვილი ხართ მაინც. არა მარტო, ჩვენ მეგრელებიც ავთმობთ ქალბატონ როზეტას და ვიცით რომ ჩვენიც არის ასე. ხო, აი რას დაიცავენ ახლა 31-ში და 14-ში იქ. სარიტუალო სუფრა მზადდება. ყველგან რაც იყოს ახალწელთან დაკავშირებული, მათ შორის აი როგორც თქვენ ბრძანეთ ჯერ კიდევ ხელმწიფის კარში დაფიქსირებული ღორის ან მოხარშული თავი ან თქვათ დღეს უფრო შემწვარი სახით და ამის თანმხლები პურეული კულტურა. ან მრავალფეროვნება მთელი ქართული პურისა, მათ შორის სარიტუალო ელემენტებიც, შემდგომ აი შემატებული რაც უკვე თანამედროვე კლასიკური ქართული სუფრის ნაწილი, რაც არის ეს ყველაფერი მზადდება და აუცილებელი არის აქ საღამოს ლოცვა, ანუ მწუხრის ლოცვა, რომელიც როგორც თქვენ წეღან ბრძანებთ, აქაც აღმოსავლეთის მხარის დატანებულ სარკმელთან სრულდება, ოჯახის უფროსი ლოცულობს და ლოცულობს წმინდა ბასილი დიდის სახელზეც ქრისტე მაცხოვართან ერთად, ორივეს შესთხოვს ოჯახის სიკეთეს, სიმშვიდეს, ბარაქიანობას და შემდგომ გაიმართება საოჯახო ტრაპეზი. და აი ამ საოჯახო ტრაპეზის გამართვის წინ უკვე გადასული უნდა იყოს 12 საათს, ანუ უკვე შემოგბრძანებული უნდა იყოს ახალი წელი და ამ დროს შემოდის საშინაო მეკლე გარედან, თავისი საახალწლო ტაბლი, თურთ მამრობითი სქესისა ძირითადად ასეთია ტრადიციულ ქართულ კულტურაში, ასაკს მნიშვნელობა არ აქვს და მერე უკვე აი ეს ოჯახის სუფრას შემოუსხდება დაილოცებიან, ხა ვიდრე იყო სარიტუალო კერა, წრიული გარშემოულად სრულდებოდა გარედან შემოტანილი ხის მორით, რომელსაც თქვა თიულეთში, გუდამაყარში, ქართლში სათარი ერქვა, კულტურის ელემენტები მსგავსი არის თავისი დიალექტური ნაირსახეობებით და დილით უკვე მობრძანდება გარედან მოყვანილი შერჩეული მეკლე. ეს ყველაფერი კვლავ სრულდება. სრულდება ქალაქად ცხოვრებს სვანეთშიც, მაგალითად ჩემს ოჯახში და ბევრგან და ძველი ტრადიციები ცხადია იყო უფრო მრავალფეროვანი, უფრო ხატოვანი. ჩაგეჭერებით რა ქალბატონოზე და ერთ რამეს ვიკითხავ, არ ვიცი, ეს მარტო სვანებშია, მესხეთ-ჯავახეთშიც აღმოაჩინა. ესე იგი სვანები და მესხები არიან განსაკუთრებული ხალხი და გეტყვით რატო. და ეს არის სიმართლე თუ ლეგენდა, რომ საახალწლოდ არა მარტო თავისთვის იმზადებდნენ სურსაცანოაკეს, არამედ არავიწყდებოდა ჩინაური ცხოველებიც. და იყო ეს არსებობდა ეს ტრადიცია. კი, ეგ ყველგან, სხვაგანაც ბატონო გიორგი, ანუ ახალ წელს მიულოცავდნენ არა მარტო ერთმანეთს ოჯახის წევრებს და შემდგომ დილით უკვე წყაროზე დალოცვის შემდეგ მეზობლებსაც, არამედ შინაურ საქონელს და ცხოველს და ფრინველსაც. მაგალითად, იგივე სამცხე-ჯავახეთშიც, სვანეთშიც, თუშეთშიც, აი ისტორიულ ტაო-კლარჯეთშიც, ვიდრე მესაქონლეობა ჰყავო და ვიდრე შიდა მიგრაციული პროცესები ასეთი მტკივნეული არ იყო, აუცილებლად მეკლეს, საშინაო მეკლეს შემოჰყავდა რომელიმე შინაური ცხოველით. მაგალითად, მსხვილფეხა მესაქონლეობა სვანეთში, თუშეთში აქ უნაკლო ხარი შემოჰყავდათ და კერიას სამჯერ შემოატარებდნენ. მაგალითად, უნაკლო ხარი რომელი იყო? განსაკუთრებული გარეგნული იერით გამორჩეული, კი და სასურველი იყო თეთრი ფერისა. ხოლო აი მაგალითად ისტორიულ ტაო-კლარჯეთში, კერძოდ მაგალითად მაჭახელში კრავი შემოჰყავდათ ამ დღეს და ასე შემოუვლიდნენ. მაღალმთიან აჭარაში. კი, ჩვენ რუფი კუჩხი ბედნერში ხო არის ეს ძაღლის. ამის მერე მე მესმოდა რომ სამეგრელოში ხა ბევრი ნათესავი მყავს და იქ არის მთელი ჩემი ფესვები. რომ ეს გადაიქცა კულტურად და ეს დაიწყეს მერე ძაღლის დაშლა.
ხო, ეს არსებობდა ადრე თუ უბრალოდ ფილმის გავლენა. დიახ, ეს არის აი ძალიან საინტერესო დაკვირვება ახლა ეს თქვენეული. ანუ ნახოთ როგორ შეიძლება მხატვრულმა ნაწარმოებმა ყოფა ცხოვრებაში ცვლილება შეიტანოს და ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანი დაკვირვება არის. მოდით ერთ ძირითადი ხაზი მაინც ხაზს რომ დავუბრუნდეთ. მაგალითად რაღაც ტრადიციები რომლებიც შემოვიდა, მაგრამ მაინც მეტნაკლებად არის თუ არა ზედაპირული და არ არის ესეთი სიღრმისეული. ახლა რას ვკითხულობ? მაგალითად, მე მახსოვს ბებია სამეგრელოში საქირსეს რომ ეძახდნენ ღორს დასაკლავად საახალწლოდ, დაახლოებით ერთი თვით ადრე თუ იყიდნენ ან თუ თვითონ ზრდიდა, გაიყვანდა ცალკე და მას ცალკე განსაკუთრებული კვება ჰქონდა და მასთან განსაკუთრებული რაღაცა მოწიწებაც კი ჰქონდათ, იმიტომ რომ ეს იყო საშობაო დასაკლავი ღორი. ანუ გოდერძი, სხვა გემო ჰქონდა ამას. რა თქმა უნდა, სხვა გემო ჰქონდა, ხო, იმიტომ კვება ჰქონდა განსაკუთრებული, აი კარგი სიმინდით, კარგი ქერით, ამით, იმით. აქედან გამომდინარე ჰქონდა სხვა გემო. ანუ ერთი თვით ადრე იწყებოდა მასზე მზრუნველობა. ახლაც ასე არის დაცული ეს თუ რომელიც ხელში მომხვდა ის დავკალით. ვინც მიყვება ამ ტრადიციულ მეურნეობას, ის რა თქმა უნდა იცავს წესებს, რა თქმა უნდა იცავს წესებს. და ვინც აი ხა ნაყიდს იმას ხო, იმიტომ რომ აი მაგალითად მე როდესაც ამ თემაზე რეპორტაჟი მოვამზადე, მახსოვს გურულმა ქალებმა კვერცხის შებოლვის და მოხარშვის რიტუალი, აი გურულ ღვეძელში რომ უნდა ჩაიდოს, ამ კვერცხზე 3 დღე ზრუნავდნენ. ახლა მოხარშე კვერცხი მაღაზიაში ნაყიდი, ჩადე ღვეძელი გამოდის. ანუ წესის დაცვა, ეს კი არის გურული ღვეძელი, მაგრამ ისეთივე დაცულია თავისი მოზელვის წესით, ცომის ამოყვანის, კვერცხის ასე შებოლვით, ბუხართან უნდა ნაკვერცხალთან დაგედო თუ რაღაც. დროსთან ერთად თითქოს მარტივდება, იმიტომ რომ ძალიან დიდ დროს მოითხოვს. თითქოს ვიცავთ, მაგრამ პროცედურულად ისე არ არის, ხო მართალია? ალბათ არიან ინდივიდები, რომლებიც ყველა წესის დაცვით ამზადებენ საახალწლო ნუგბარს და პროდუქციას, ზოგი აი ესე შედარებით უფრო იმარტივებს ცხოვრებას, როგორც მე მაგალითად სამწუხაროდ. კარგი და რამდენად აუცილებელია, ხშირად ამბობენ აი სოციალურ ქსელში, აი ეხლა რა ბებია და ბაბუა და რაღაცა. რამდენად აუცილებელია ამ წესჩვეულებების თუნდაც აი იმ მიზერ რაოდენობაში შენარჩუნება და რისთვის არის საინტერესო? რა არის მიბმული ამ წესჩვეულებებში? უფრო განმარტა, როგორც ეთნოგრაფს და ეთნოლოგს მინდა გკითხოთ. ამ ტრადიციების სოციოკულტურული მნიშვნელობა, რას გვაჩვენებს ეს ყველაფერი? აი იმას გვაჩვენებს, რომ ეს არის ჩვენი კულტურა, ამით ვართ ქართველები. აი ამ ტრადიციულ ელემენტებმა ჩვენი ბმა, ჩვენს ყოფაში მათი არსებობა დღევანდელ აი ესეთ გლობალიზებულ სამყაროშიც კი ეს მიანიშნებს, რომ ჩვენი კონკრეტული ეთნიკური კულტურა გვქონდა, გვაქვს და იმედია გვექნება. შესაბამისად, ტრადიციის თვის ყურადღების მიქცევა, გაფრთხილება, მისი გამოყენება, მისი დაცვაც კი როგორც თქვენ ბრძანეთ შესანიშნავად, ეს არის მასულტყმულებელი ჩვენი ეროვნული კულტურისა. რასაც ძალიან უფრთხილდებიან ყველგან საზღვარგარეთ და ჩვენც ეს უნდა შევძლოთ და ანუ თქვენ ამბობთ რა უნდა განუმარტოთ მაყურებელს, რომ ჩვენი ტრადიციები არის ჩვენი ეროვნულობის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი. რა თქმა უნდა, ჩვენი აი ქართველი რატომ არის ქართველი? იმიტომ რომ ლაპარაკობს ქართულად, მისი ბმა არის მის მთელ კულტურულ ისტორიულ გამოცდილებასთან, ნებისმიერ მხარესთან, მის ისტორიულ საზღვრებში, ნებისმიერ ქართულ კულტურულ ელემენტთან, ეს მისი მშობლიური არის. თუნდაც გააზრებულადაც არ იყოს ეს ყველაფერი, მაგრამ ემოციურ დონეზე ეს მაინც არის ჩვენი ქართველობის განმაპირობებელი. ამიტომ ჩვენ თუ გვინდა რომ მომავალშიც ვიყოთ ქართველები, ცხადია, უნდა კარგად ვსწავლობდეთ ჩვენს კულტურას, ვითავისებდეთ და ყოფა ცხოვრებაშიც ვამკვიდრებდეთ. და ერთი კითხვა ძალიან მოკლე პასუხით არის დღეს ექსპედიციები, როგორც ამას დაუშვათ ექთიმეთ აყაიშვილი და მსგავსი ქართველები აკეთებდნენ, ეძებდნენ რაღაცა ძველ ეთნოგრაფიულს, არის რაღაცა სიახლეები, რომელიც არ ვიცოდით მივიწყებული იყო და აღმოვაჩინეთ, აი ესეთი ექსპედიციური კვლევები. დღე და ღამ ვშრომობთ. დღე და ღამ საკმაოდ აჭარაშიც, ქუთაისშიც, თბილისშიც, სადაც კი ეს ეთნოგრაფიული სკოლები არსებობს სასწავლო დაწესებულებებში, უნივერსიტეტებში და სამეცნიერო საზოგადოებას, მუზეუმებში, აი ეთნოგრაფები მუდმივად ამ თემას უბრუნდებით. არა მხოლოდ წარსულის ძიება,
არამედ აი თანამედროვე ეთნოგრაფიული ვითარება და ყოფა-ცხოვრება. ესეც ცხადია, არის ქართული კულტურის ნაწილი. რომელიც იცვლება ხო ქალბატონოს? ნელ-ნელა ტრანსფორმირდება, გარკვეული ელემენტები რჩება ძალიან შორეული წარსულიდან მომდინარეც კი შეიძლება 21 საუკუნეში ცოცხალი იყოს, ნაწილი ქრება, ნაწილის ტრანსფორმირდება. აი კულტურა მუდმივად ცვალებადია, მაგრამ მასში რჩება ის ძირითადი ელემენტები, რაც ქართული არის, რაც ჩვენი ტრადიციის ღერძი არის, ჩვენი კულტურული თვითმყოფადობისა და აი ასე ვითარდება, ვშრომობთ, რაც შეგვიძლია. დიდი მადლობა თქვენი შრომის შედეგები ვთქვით, კიდევაც ასე რომ სულ მალე ამაზეც ცალკე რეპორტაჟს და როგორ არის ნათქვამი ბძენმა, როგორ თქვა, ერს რომელიც ივიწყებს თავის წარსულს თუ არცემს პარტიას, არც მომავალი არ აქვს. ძალიან დიდი მადლობა. რაღაცნაირად უნდა შევეცადოთ. კი, შევეცადოთ. თანამედროვეობას მოვარგოთ. კი ბატონო, მე მიყვარს უდიდეს პატივს ვასრულებ, არ ვასრულებ, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ეს არის ქართული ფესვები. მოკლედ, გადაცემაც დამთავრდა წლის, ეს ბოლო გადაცემა იყო წელს, მინდა ბედნიერი ახალი წელი გისურვოთ, შობა გისურვოთ, სიმშვიდე გისურვოთ და სიკეთე გისურვოთ, მოკლედ და ჯანმრთელობა. დიდი მადლობა ძვირფასო მაყურებელო იმისათვის რომ მთელი წელი ვიყურებდით, მომავალი საქართველო კიდევ უფრო ძლიერი, კიდევ უფრო სამართლიანი და კიდევ უფრო გამთლიანებული ყოფილიყო. ყველას გილოცავთ დამდე 2025 წელს. მადლობა ბატონოზე და მოასწარეთ მიულოცეთ გემშვიდობებით მიულოცეთ გილოცავთ წინსვლა და წარმატება ჩვენ საყვარელ ტელევიზიას იმედს ყველა მის წარმომადგენელს. მადლობა თქვენ. დიდი მადლობა